მოგესალმებით, ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, მე შორენა ჭიაურელი ვარ. გვირეკავთ 557-95-98 და ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში იღებთ მონაწილეობას, ვინც ახლა ტელევიზიის საშუალებით გვადევნებთ თვალს, მონიტორზეც ხედავთ ჩვენს საკონტაქტოს, ასე რომ მთავარია თქვენი სურვილი და ჩვენი დღევანდელი კითხვა, რომელიც უკავშირდება კორუფციას, ამ თემის ირგვლივ თქვენი პოზიცია გამოთქვათ. მე გეტყვით, რომ რამოდენიმე დღის წინ სახელმწიფო არხის ასე ვთქვათ ეს არის მედია ნიუსი, რომლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ფაქტობრივად ჩვენ გვგებულობთ, რომ საქართველოს კორუფციისგან თავისუფლდება ევროკავშირის წევრი და ქვეყნების საუკეთესო 20-ში. აი ესეთი სახელწოდებით დასათაურებით, ასე რომ ვთქვათ, ასეთი არის მათი კვლევის შინაარსი და საინტერესოა ჩვენი ტელემაყურებელი რას ფიქრობს სახელმწიფო გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კორუფცია მინიმალურ დონეზეა, ან საერთოდ არ გვაქვს. ასე რომ დავალოდოთ მაყურებელს 557-98-95-98 და მოვისმენთ თქვენს პოზიციას, რა თქმა უნდა, სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასება გაკეთდა არაერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას ვაფასებთ მსგავს საკითხს და გვაქვს ჩვენი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კობახიძე, რომელიც ასე ვთქვათ, ხშირად გვეუბნება, რომ მთავარია დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა და ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად მუშაობს. საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ჩვენ ყოველდღე თუ არა სამწუხაროდ ახლო წარსულში ძალიან ხშირად მოგვიწია დაგვენახა ფაქტობრივად ასე ვთქვათ მაღალი თანამდებობის პირების დაკავებების სერიაც შეიძლება ვუწოდოთ, მაშინ როდესაც ფაქტობრივად ყოფილი მინისტრი იქნება ეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად ეს ის ადამიანებია და კიდევ ბევრი შეიძლება ჩამოვთვალოთ თუ გავიხსენებთ წარსულში, რომელიც კონკრეტულად აი ამ ბრალდებით, კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული და ჩვენ ამ დროს გვეუბნება სახელმწიფო გუნდი, რომ ქვეყანაში კორუფცია არის შემცირებული. რას ფიქრობს მაყურებელი, თუ ყავს ხაზზე, შეგვიძლია შემოვიყვანოთ ის პირდაპირ ეთერში და მოვისმინოთ მისი აზრი. დიახ, იქნებ თუ არის ეს ტექნიკური ხარვეზი, იქნებ გამოვასწოროთ, სამწუხაროდ ვერ ხედავ მაყურებელი თუ ყავს ჩვენ ხაზზე, რომ არ ვალოდინო მას. შეგახსენებთ 557-98-95-98 ეს ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციაზე საქართველოში, სიტყვა და სიტყვაზე, რომელზეც ძალიან ბევრია მოყოლილი სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, მაგრამ მაინც ბოლომდე არ გვესმის თუ რამდენად ახლოს არის ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხაზზე გვყავს ჩვენ მსმენელი, შეგვიძლია მას დავუთმოთ დრო, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გამარჯობა. გამარჯობათ, ისმის ჩემი ხმა? დიახ, მესმის, კი. ხო, ენაჩვალი. კორუფცია რა ვიცი როგორ არ იქნება სამწუხაროდ ყველგან არის კორუფცია და ჩვენს ქვეყანაში რა ვიცი პირველი პირი იყო კორუმპირებული და სხვა რა იქნება, მაგრამ მე პირადად ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს, რაც მადარდებს, ეს ჩემთვის არის ის უბედურება, რომელი კომერცია ამდენი შავშავი ხალხით როა ჩემი ქვეყანა გავშებული. მე დღევანდელ მაგაზე ვდარდობ, მაგაზე ვფიქრობ, რა ეშველება ჩვენ სამშობლოს, ჩვენ მომავალ თაობას, შვილიშვილებს, აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და საერთოდ რა უნდა მოხდეს, რა გავაკეთო, დავერიო, შემეძლოს, აი რაღაცნაირად რა უნდა ყველა მივიფიქროთ, როგორ დავრეკოთ ეგენი ჩვენ. აი ამას ფიქრობ მე, როგორ მოვიცილოთ, თავრობას ესე იგი ეს თუ არა ნახულებს, რაღაცა შეიქმნათ, რაღაცა ჯგუფები, რაღაცა უნდა გავრეკოთ, მეტი ჯანი არ არის. უკაცრავად გასაგები. აი
დიახ, სრულიად მესმის თქვენი პოზიცია, გმადლობთ და დაგემშვიდობებით. მაყურებელს მოგმართავთ, გვირეკავთ 557-88-95-88 და თქვენს აზრს ვისმენთ, რას ფიქრობთ სახელმწიფო გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კორუფცია მინიმალურ დონეზეა, ან საერთოდ არ გვაქვს. თქვენ შეფასებებს ვანიჭებთ ბუნებრივია ჩვენ უპირატესობას, ამიტომ შემდეგი მაყურებელი ხაზია, გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით სორენა. დიახ, გამარჯობათ. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან. ხელისუფლების გამოცლა ადვილი არ არის, მაგრამ შედარებით ადვილია ხელისუფლების გამოცლა. სისტემის გამოცვლაა ძნელი, სისტემა რომ შეიცვალოს სახელმწიფოში. ჩვენ ამას ვერ მივახციეთ. რა თქმა უნდა, კანონიერია არჩეული პრეზიდენტი მოგვიკლეს, მერე შევარდნაძე მოვჯანდა ყველა მეთით და მერე მოდის კორუფცია. დიახ, თვითონ ივანიშვილმა რომ მოვჯანდა ხელისუფლების სათავეში, ის ელიტარული კორუფციული სისტემა დაადმოიტანა. ჭკვიანი ანალიტიკოსები მას ადრე ჩამოსწორდა, რომელიც ხალხში ყავდა, მართლა ეროვნულად მოაზროვნე კაცი რომ იყო. მაგალითად გიახუხაშვილს ევიწყდა ბევრი ვინმესე. პარლამენტარები ჩამოსწორდა, როცა გამუდებული იყო სამართალი და პირდაპირ კორუფციის იყო. მუშაობა ვის ატყიებს მაგენი? კორუმპირებულია მაგენი ყველა დამყულეთია, მაგენი ყველა მოღალატეები და დამღუპველები არიან. ჩვენ ხალხი არ ვართ ასესულელები. აქ უნდა ამას შეკითხვა. დიახ, რომ კორუმპირებულია. დიდი მადლობა. დიახ, გმადლობთ თქვენს ქალბატონო ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, რომ საუბრობთ საკითხზე, იმედმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო კორუფციისგან თავისუფლდება, ევროკავშირის წევრი და ქვეყნების საუკეთესო 20-ში. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრი სულ 27 ქვეყანაა და გასაგებია, რომ არის რამოდენიმე კანდიდატიც, თუმცა მაშინ, როდესაც საუბრობენ, რომ საუკეთესო 20-შია, რაღაც რეალობასთან ახლოს არ არის ხომ, ამიტომ ამ მხრივაც საინტერესო იქნება თქვენი აზრი, ამიტომ შემდეგი მაყურებელი ხაზზე გვყავს. ეყრდნობით თუ არა იმედის კვლევას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში საჯაროდ ბრძანოთ, გამარჯობა. ალო. ისაუბრეთ, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. დიახ. ამ ხელისუფლება შენი ძალიან ძნელია ამ ხელისუფლების შეცვლა. აბასი იყო მისი შეცვლა, მაგრამ შეიცვალა. აი შემონა შეცვალა, ეს როგორი. ხარაერა ფესენი ატავია, თავის მოდი ატავია. არავის შეცვალა თავის მოდი ატავია. ხერ ამე უნდა ვიღოთ ისეთი რომ ხელისუფლება თავის და დაგვანებოს თავი რა. აგვანებოს თავი და გამარჯობა სამწებებს და ხალხის და ყველა. კარგით, გმადლობთ თქვენ ზარისთვის. მაშასე მაყურებელს შევახსენებ. ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვის ფორმატის, ამიტომ გვირეკავთ როგორც ტელემაყურებელი, ასევე რადიო მსმენელი, ვინც გვისმენს რადიოს სიხშირე FM 105-სა და 1-ზე 557-88-95-88 და ვისმენთ თქვენს პოზიციას კორუფცია საქართველოში, როგორია შეფასება. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ეს ნამდვილად კორუფციული პრაქტიკის აღკვეთაა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება ან შიდა კლანური დაპირისპირება, როგორია თქვენი შეფასება, რამდენად სარწმუნოა, რომ ნამდვილად დაიწყო სახელმწიფო გუნდმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მაყურებელს ვუსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა ჩემო შორენა. მოგესალმებით. აი რაც ახალი წელი დადგა არ შექმიანებიო გენეტალია და მრავალ ახალ წელს ეს არის ძვირფასო ადამიანო. დიდი მადლობა. თქვენს ასევე რა თქმა უნდა და მადლობ ჩემო კარგო. იცით მე ხშირად მithქვამს ჩემი სათქმელი, მაგრამ ეხლაც უნდა გავიმეორო, რადგან არაფერი არ უშველის ამას კორუფციას კაპიტალიზმი ვერ დაამარცხებს შორენა. კაპიტალიზმი თავის თავშია კორუმპირებული, თავის გახსნილი და გაუბედურებული, რომ ადამიანებს უიმედობის გრძნობის მეტი არაფერი დაეუფლათ აი ამ პერიოდში, რაც ჩვენ
თვითონ კაპიტალისტური წყობით შეიცვალა ის სოციალისტური. მართალია ბოლო სოციალისტური წყობა არ იყო იმ დონეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ის ჯობდა კიდე დღევანდელ ყოფას. ჩემო შორენა, იცით რა არის დრო არის, რომ ჩვენ შევიგნოთ, იცით რა, რომ საქართველოს ვის მხრებზე იდგა. საქართველოს არ მდგარა იმ ტროცკისტი გრიგოლ რობაქიძის, რომელიც ფაშისტურ გერმანიასა და მუსოლინის მთვარეს ეძახდა, იმას მზეს ეძახდა, იმის მხრებზე არ მდგარა. საქართველოს იდგა მირზა გელოვანის მხრებზე და მაგისტანების მხრებზე. ეს უნდა ვიცოდეთ. სამშობლოდან ღირსება სანამ არ გვეცოდინება, ვერაფერს ვერ გარიგებდა. ეხლა კიდევ რა, სოციალისტური წყობა. ჩვენ რომელიც დავკარგეთ ძალიან ის არის ძნელი აღსადგენი, მაგრამ უნდა ხალხი მობილიზდეს აი ამ სისტემისათვის. შემოკარგო, ჩემო შორენა, გეხვეწებით ხალხს, ვეხვეწები, რომ ხალხო შეიგნეთ, რომ სოციალისტური წყობა არის ერთადერთი გამოსავალი იმ უიმედო მდგომარეობიდან, რომელიც დღეს ჩვენ ხალხს ახლავს. დიდი მადლობა ჩემო კარგო მოსმენისათვის. დიდი მადლობა თქვენ ყოველთვის აქტიურობისთვის და ის რომ მოქალაქეობრივ პოზიციას ყოველთვის ჩვენს არხთან აზიარებთ, ამიტომ მისასალმებელია რა თქმა უნდა. 557 88 95 88 შემდეგ მაყურებელს დავალოდოთ, რას ფიქრობთ სახელმწიფო გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კორუფცია მინიმალურ დონეზეა ან საერთოდ არ გვაქვს. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიახ. უპირველეს ყოვლისა, ვაი მათ პატრონს ვისაც სამთავრო ვიჯერა. მე ამ თავის კუდი მოსწრეს მოიყვანაო. ამ გადაცემის აი ეს კითხვაც კანონზომიერია მათთვის, ვისაც თვალები უნდა აუხილოს ამ გადაცემას. მაგრამ ასეთი ლექსია ერთი მითხარი რადგინა და მას ჩირაღდანი უნათო ის გაიხარეს წალკოჩში პეცი და თვალით უნათ რომ ჩვენი უბედურება იმაშია რომ დიდი ნაწილი საზოგადოებისა ვერ აზროვნებს ისე როგორც უნდა იაზროვნოს. გაერთიანება მთავარი ჯერ უპირველეს ყოვლისა ეს ხელისუფლება უნდა მოვიწვიოს თავიდან. მე მიფიქრობ დანარჩენზე, სოციალიზმზე, იმაზე, ამაზე და 1000 რაღაცაზე და ამისათვის გავერთიანდეთ პატრიოტ ალიანსის ირგვლივ, ვიწამოთ გამარჯვების ვიწამოთ ხვალინდელი დღის და გაუძღვება ისე როგორც წესი და რეგია მე ღმად დამწავს ამ პარტიის არამარტო დღეს დიდი ხანია და უბედურება იმაშია უმეტესი ნაწილი პენსიონერებისა გამოდიან და ამ თორობას აწაგებენ გაიხედა გვერდზე და 50 ხაზავენ თქვენ გაიხალხო რომ მიჩერები ხართ სამთავრობო აზრებს და ამ სისულელებით იტენით ჯერ ისე გამოჩეთეთებულ თავს რომ უყურეთ ობიექტის და დაწმუდით რა არის ვინ წარმოადგენს რა კვალიტეტი მიზანი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა თქვენს ბატონო ზარისთვის, გმადლობთ რომ გვიკავშირდებით. შევახსენოთ მაყურებელს იმას, ვისაც აქვს სურვილი შემოგვერთდეს, გვირეკავთ 557 88 55 88. რას ფიქრობთ სახელმწიფო გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კორუფცია მინიმალურ დონეზე ან საერთოდ არ გვაქვს. იმედმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კორუფციისგან თავისუფლდება ევროკავშირის წევრი და ქვეყნების საუკეთესო 20-ში. თქვენ იცით რომ კორუფცია მხოლოდ კონვერტში ჩადებული ფული აღარ არის, სულ სხვაგვარად ვაფასებთ. ადამიანები ამას ყოველივეს ის ხშირად ჩუმად მუშაობს გადაწყვეტილებებში, ასევე დანიშვნებში, ტენდერებში, გავლენებში, ფაქტობრივად იქ, სადაც წესის ნაცვლად კავშირი წყვეტს, იქ, სადაც კონკურენციის ნაცვლად ბრჭყალებში რომ ვთქვათ, ჩვენიანი იმარჯვებს და ხშირად გვესმის რომ საქართველოში წვრილი კორუფცია შემცირდა, თუმცა მთავარი კითხვა მაინც ჩნდება, რა ხდება მაღალ დონეზე, რა ხდება მაშინ, როცა საუბარია დიდ ფულზე და დიდ კონტრაქტებზე, ასევე დიდ ძალაუფლებაზე. როგორია ჩვენი მოქალაქეების აზრი პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს უსმენთ. გამარჯობა. მოგესალმები შორენა გენაცვალა. დიახ. მე მინდა ეხლა ამ კაც გამოვეხმაუროთ ჩემ წინ რო იყო. ხშირად გამოდის და პენსიონერებს ჩეკეტებს გიწოდებს. თქვენ ვერ გავიგეთ ჩეკეტის თქვენ ხართ. მე რატომ მიწოდე პენსიონერებს ჩემნაირებს? ვერ გავიგეთ თუ ეგეთი გამოსვლა გინდა ძალიან და ხმა აიმაღლა გამომცა
მოგიტანდი პირველი შენ და დაგვენახე. აბა როგორი მაგარი კაცი ხარ, ერთი გეკითხები რა. ყოველთვის ასე ლაპარაკობ, გამოდი. შენ დაგვენახე და ჩვენ გამოვა, თუ გამოვწამდები. სიცხილე არ არის, კაცავამდე უნდა გვაყენო შეურაცხყოფა. 500 არის შენ არ აკოფნი და მიმართავ მე თავრობა. მე ისე 500 არის დაბალია. 70-ზე ნახო მიეთის ბატონო პრემიერი. კარგი, დაგემშვიდობებით ხალბატონო, გთხოვთ რომ თემატურად გაამახვილოთ ყურადღება, მესმის მაყურებლის აზრს, ასე ვთქვა, აზრი გააგრძელეთ იმ კუთხით, რომ თქვენი მოსაზრება თქვით, მაგრამ გთხოვთ თემატურად ჩამოვყალიბდეთ, მაყურებელი ხაზი არ დავაყოვნებ, გამარჯობათ და გისმენთ ყურადღებით. ვეტერანების ამდენი მინდა, ვეტერანების, ბრძანეთ, ისაუბრეთ, რისი თქმა გსურთ? კი. გამოვცამ ტელეფონს თუ შეიძლება. ჩვენ გელოდებით, თუ შეიძლება არ დააყოვნოთ, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობათ, დაიწყეთ საუბარი, თუ შეიძლება. კი. მე ეს რაღაცას გეტყვი. გამარჯობა. ეს რაღაცას გეტყვი. დაუწიეთ ტელევიზორს, დიახ. კარგი ადამიანია, ყველაფერი ესმის. მაგრამ ერთი დავანებოდა კი. დავანებოდა იმას, რა ქვია, კორუფცია. აფხაზეთის ამბავზე. დავიწყოთ ისა, სადა ანხარ მოურავი, რომელი რომ მე ვენაცვალე იმას, მაგრამ ეს სიტყვაზე გეუბნები რა. აფხაზეთის ამბავზე, ვეტერანებზე ილაპარაკეთ რა. დიახ, თქვენ იცით რომ ჩვენ სწორედ ის საკითხები, რომელიც წამოჭერით არაერთხელ გვისაუბრია, ბუნებრივია მივუბრუნდებით კვლავ, თუმცა არის საკითხები, რაზეც ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თემა ნამდვილად არ გამოილევა დამეთანხმებით, გმადლობთ თქვენ ზარისთვის. შემდეგ მაყურებელს შეგვიძლია მოვუსმინოთ, რომელიც გვირეკავს 557 88 55 88. მოგესალმებით. გამარჯობა. რას ფიქრობთ სახელმწიფო გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კორუფცია მინიმალურ დონეზეა, ან საერთოდ არ გვაქვს? გისმენთ ყურადღებით. დიახ, საქმელი მე ვთქვი. მინდა გამევეხმაურო იმ ადამიანს, ვინც ჩერჩეტები გვიწოდა პენსიონერებს. ჩვენ პენსიონერები საპატიო ხალხი ვართ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დაღლილები ვართ. კომუნისტების დროს ნაშრომი ხალხი ვართ. მე მაგალითად ჩემი ახალგაზრდობა ჩაებუსკეთთან გავატარე. ბაღებს ვენახებთან, ძვლებთან, ხეებთან, ციტრუსებთან. ეს როგორ შეიძლება, მაგრამ შეგინდოს უფალმა ბატონო, ვისაც რა ესმის, იგი მოეცხოვება. ალბათ თქვენ ასე მოგეცხოვება, მეტი არა. ესა ჩემი სათქმელი. არ ვღებულობ ჩერჩეთი რომ ვიყო, რატომ ვარ ჩერჩეთი? აბსოლუტურად გეთანხმებით, სწორი ბრძანდებით, ხალბატონო, გმადლობ ზარისთვის. რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში, რომ კორუფცია რეალურად შემცირდეს საქართველოში, როგორ ფიქრობთ, ასევე გადაუწყვეტელი რჩება საქმე კორუფციასთან, სად უფრო და ვინ უფრო პასუხისმგებელია, ხელისუფლება თუ საზოგადოება? ეს არის ის რიგი კითხვები, რაც ნამდვილად ჩნდება და ასევე გრძნობთ თუ არა, რომ კორუფცია უშუალოდ თქვენთან და თქვენზე ახდენს გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოგესალმებით, მოგესალმები შორენა შვილო, ყველა ჩავლილ დღესასწაულებს გილოცავ. დიდი მადლობა, მეც გილოცავთ. მომისმინე, კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება. კორუფციის აღმოფხვრა შეუძლებელია. ეს მსოფლიოშია, მაგრამ შეიძლება შესუსტება. შენ ბრძანე, რომ ევროკავშირი თოჩაუშიო ჩვენი ქვეყანაო, ხო? როგორც მოპინავე, არაკორუმპირებული. როგორ შეიძლება საქართველო იყოს ისა ევროკავშირის ოჩაუში, როდესაც ჩვენი ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო, კატო, თუ ყველა კორუმპირებულია. არ გამჩნდა მომისმინე. აი ხედავ ეხლა ევროპას რა დაემართა? რაც მათ გაუკეთეს უკრაინას, უკან დაუბრუნდათ. უმბერანგივი, ახლა ტრამპი გრენლანდიისათვის, ხო? და მათ დაუბრუნდა და სიკიშები არიან მისულები.
აბა ეხლა ნახონ როგორია. საქართველო უნდა ჩართულიყო მოლდავეთი, უნდა ჩართულიყო და ესე იგი ჩვენ უნდა ამოვწყვეტილიყავი და ღმერთმა უკან დაუბრუნდა ყველაფერი მას. ისე რომ ყველაფერი ღმერთია დამოკიდებული და მე მჯერა და მწამსო ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება ფისკალობით. მადლობთ მოსვლისათვის. თქვენ მადლობა ზარისთვის და ასევე აზრის გამოთქმისთვის. მაყურებელს ასევე კვლავ შევახსენებ, ვინც ახლა შემოგვერთ და განსაკუთრებით ვსაუბრობთ საკითხზე, იმედის კვლევის შედეგად გამოქვეყნდა და იმედმა გამოქვეყნა, ასე ვთქვათ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კორუფციისგან თავისუფლდება ევროკავშირის წევრი და ქვეყნების საუკეთესო 20-ეულშია. თქვენ როგორ შეაფასებთ, ფიქრობთ თუ არა, რომ რეალურად საქართველოში კორუფცია მინიმალურ დონეზე ან საერთოდ არ გვაქვს? გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. დიახ. ქალბატონო შორენა, კორუფცია არასოდეს არ მოიწება დედამიწის ზურგზე. სხვადასხვანაირად ხდება კორუფცია. შეიძლება მართლა იმის შეწყვეტება. ეხლა სულ არ არის საქართველოში ეგრე არ ეთქვა მაგრამ. მე მგონი არც ისე მაღალია ადრე რომ იყო. არ არის მე მგონი. კარგია კორუფცია არ იყოს მაგრამ ევროპარლამენტში შანთებით გამოიტანეს ფული. შანთებით. უყურეთ ამას, პირდაპირ ერთ-ერთი უყურეთ. ამიტომ ყველა ქვეყანაში ეხლა რაც შეეხება თქვენ საქმეს. ქალბატონი იძახი, ჩემო შორენა, ჩემო შორენა. კი, მაგრამ თქვენ ხო თქვენი დედმამისა ხართ? კარგით, მოდით, მე კითხვა მექნება, გთხოვთ. ერთი წამით რა თუ შეიძლება. ქალბატონმა როგორ მიითვისა ეს შორენადაც, რომ? კარგით, ნახეთ. მეორე კი. მადლობთ, რომ გამოვიდა ის კაცი. არჯობია შენი აზრი გამოთქვა ადამიანმა და ვაშუაშია ამათ პატრონს და იმათ პატრონს რა არის მაგის კალადვა არა კი სწორი ბრძანდებით დიახ ნახეთ მე მექნება თქვენის ნებართვით კითხვა თქვენთან თუ შეიძლება რომ დარჩეთ ხაზე თქვენ ბრძანებთ რომ საქართველოში თითქოს კი აი შემცირებულია კორუფცია ხო გააჟღერეთ თქვენ მსგავსი პოზიცია თუმცა ჩვენ შეგვიძლია მაგალითი სახით მოვიყავანოთ მაგალითად ყოფილი პრემიერის ღარიბაშვილის დაკავების საკითხი, ლილუაშვილის ფაქტორი და ასე შემდეგ. აი მაგ ნაწილში როგორია თქვენი მოსაზრება მაშინ, როდესაც აი ამ ხელა თანხებზია საუბარი და ფაქტობრივად ღარიბაშვილმა ბრალიც აღიარა, ხომ? ლილუაშვილთან დაკავშირებითაც ვიცით თუ როგორი სურათია ამ დროისთვის. მაგ ნაწილში რას ფიქრობთ? რას ფიქრობ და იმას ფიქრობ, რომ მე ვახსენე და აღვნიშნე კიდევ ასე კორუფცია ცოტა შემცირებულია და არის სხვადასხვა სახით მეთქი. კაცმა აღიარა, კი, გავაკეთე ასეთი რამე, ღარიბაში მაგიარა. როგორ არა, არის, მაგრამ თუმცა მოსწობლი არ არის, არც მოიწობა დედამიწის ზურგზე. ამის ხმა მინდა განაცხადო. კარგი, დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. მაყურებელს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, მათ შორის რადიო მსმენელს ჩვენი საკონტაქტო იცით თქვენ. ასევე მაინტერესებს მაყურებლის მხრიდან რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგალითად კანონის მკაცრი დაცვა კორუფციასთან დაკავშირებით თუ მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, იმ მოქალაქეების როლს რაში ხედავთ, ასევე საინტერესოა ამ ნაწილში და ფიქრობთ და გონიათ თუ არა რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად შესაძლებელია დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოში. მოგესალმებით. ხელმშვიდობისა შორენა. გამარჯობათ. კორუფციას ესენი არასდროს არ ებრძვია, არც შეებრძოლებიან. ელემენტარულად გეტყვით. აი უბრალოდ ნაგვის ყუთები რო შემოაქვთ თურქეთიდან. ხან კინისები შემოქვათ, ეხლა პლასმასისები, არ ვიცი დანადგარი. აი ეს დანადგარი რო შემოეტანათ დანადგარი. და აქ ემზადებინათ ის ნაგვის ყუთები. არავის ელემენტარულად გეუბნებით რა შეფარდება, ყველაფერს ხორი თქვენ. კი. ესე იგი, არავის კორუფციას მე არ დავარქმევდი. ეს კორუფცია. ანაკლიაში ვენაცვალე სამეგრელოს რომ მე ვიყავი კახელი კაცი ვარ, რამდენიმე წლის წინ თხილს ფოტოლი არ აქონდა. რა ხდება, ვაკვირდებოდი მე ძღოლი კაცი ახლა კი ასაკში ვარ 70 წელს. თურქეთში დავდიოდი.
ფარდა არის გაგებული სარფში. ერთი ფაროსანა ვერ ავნახე რომ გავდიოდი იქ რაიონებში ტრაპიზონის ხარეს, აკეთა ხარეს კიდევ ვაყრიზებოდი. არჩენში არავით არის თხილზე ფაროსანა ვერ ავნახე. ეს კორუფცია არ არის, ვინ იღებს ფულსა, ვის შემოყავდა, ეს არის დივერსია კიდე კორუფციაზე უარესი. რომლებიც დაინტერესებულები არიან, ვისაც ღორის ხორცის მაფია აქვს. რომლებმაც ხალხსა დღეში 150 სულობით საქონელი ღორი გაუწყვიტეს, რომელსაც ერთ ტაბლეტკას გადაუგდე მოწამლოს, ერთი მეორეს ანახრუტუნებენ, ერთ სუტყაში გაუწყდა კაცსა 180 სული ღორი. ამას ვაფშე არ აკონტროლებენ და ერთი დამელაპარაკოს გინდა მთავრობიდან, გინდა ვინც გინდა, რა გაქვთ თურქეთში მითხარი, პირადად ეს არის კორუფცია. მე რომ ივანიშვილის ადგილზე ვიყო, ვისაც სნიკერსი შემოაქვს, ვისაც შოკოლადი, ვისაც რა შემოაქვს, ჩიპსი თუ რა, გაუჩერებდი შემოტანას, რომლის დამზადებაც აქ შეიძლება ავაღებინებდი ლიცენზიას და არავითარი კორუფცია აღარ იქნებოდა. მაგრამ რა გინდა, ვის უნდა შეეხო, სუყოლანი დიახ, კარგით, გმადლობთ თქვენ ძარისთვის 557-98-55-88 ველოდებით მომდევნო მაყურებელს, რომელიც შემოგვერთდება, რას ფიქრობთ სახელმწიფო გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კორუფცია მინიმალურ დონეზეა, ან საერთოდ არ გვაქვს და შემდეგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, საღამო მშვიდობისა, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. დაიწყეთ საუბარი. მე შევიზია ლაპარაკი. დიახ, შეგიძლიათ რომ დაიწყოთ საუბარი, ასე რომ გისმენთ ყურადღებით. მე ვიღადი თქვენი პარტიის ფანი და ყველა აქციაზე გავდიოდი. ასე გარეთში რომ ვიდიოდი იქიდან დირექტორი მოდიფაცია ჩვენთანო. მე თქვენი ფანი ვიყავ როგორ გითხარ. მე მინდა ითქვა რომ ახლა აქცია ამბობდა რომ ადამიანი ამბობდა რომ კორუფციას მოსწობაზე ამაზე ფიქრობენ. მე ერთადერთი მას სტატმენტი შეგვიძლია რომ სამწუხაროდ არის მის თქვენი ხმა კარგად, ამიტომ ტექნიკური პრობლემის გამო მიწევს რომ დაგემშვიდობოთ, იქნებ დაგვირეკოთ თავიდან. ხარვეზის გარეშე რომ შეეძლოთ საუბარი პირდაპირ ეთერში. გმადლობთ ზარისთვის. შემდეგ მაყურებელს დავალოდებით, რა თქმა უნდა, იცით რომ საუბრობთ კორუფცია საქართველოში, რაში ხედავთ გამოსავალს და ზოგადად როგორ შეაფასებთ იმ სურათს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. იცით რომ კორუფციაზე საუბარი საქართველოში ბევრს არ უყვარს, არა იმიტომ რომ თემა გაუგებარია, არა იმიტომ რომ ზედმეტად კარგად გვესმის თუ რაზეა საუბარი და სწორედ აქ არის მთავარი კითხვა, რომ და მთავარი ასე ვთქვათ სურვილი რომ გავშალოთ ეს საკითხი და გავცვალოთ აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც სახელმწიფო გუნდის წარმომადგენელი გვეუბნება ლიდერი რომ ქვეყანაში კორუფცია შემცირებულია და თან ვხედავთ რომ თითქმის ყოველ დღე აკავებენ მოქმედ თანამდებობის პირებს, ყოფილ მინისტრებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსს კორუფციის ბრალდებით და თან გვეუბნებიან რომ კარგი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში კორუფციის მხრივ, აი ეს თქვენი შეფასებით, ანუ რა აზრი და ანალიზი გამოგაქვთ, გითმობთ ჩვენ დროს და შეგიძლიათ საჯაროდ ისაუბროთ. გამარჯობა. გამარჯობათ. ისაუბრეთ თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობათ. რა მინდა თქვა კი? კორუფციაზე ლაპარაკობენ. არ ხალხი რომ გაპირვებული არიან. მათ რატომ არ აქცევენ ყურადღებას? დიახ, დაასრულეთ აზრი, თუ შეიძლება თქვენ ხმას ნუ უსმენთ, დაგვიანებით შემოდის. კარგით, დაგემშვიდობებით თქვენს, გმადლობ ზარისთვის 557-98-55-88 დავალოდოთ მაყურებელს. ჩვენი დღევანდელი თემა თქვენთვის ცნობილია, კორუფცია და მეთანხმებით მაშინ იწყება, როცა კანონი ყოველასთვის უკვე ერთნაირი აღარ არის და შემდგომ იქედან იწყება ყველაფერი და მივედით იქ, რომ ეს კორუფცია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა, შეიძლება ითქვას ქვეყანაში და ამას განვიხილავთ. მოგესალმებით, გამარჯობა. იზიარებთ თუ არა? დიახ.
მე მინდა რომ შევეხო ამ თემას კორუფციის თემას. ისაუბრეთ. კორუფცია საქართველოში ერთი თმის ქვეყანაში საქართველოში ძალიან ბევრია, ძალიან. თმის პარლამენტარები რომელიც არიან მილიონერები, სოციალური არიან ბიზნესში ჩართული და იგივე კორუფცია პარლამენტარ არ უნდა ქონდეს ბიზნესი, ის უნდა მუშაობდეს და უნდა ფიქრობდეს ხალხი. როგორ შეხედა ღარიბაშვილი გამოიჩინა ყობახიძე მინისტრად ის ხალხს ვიყავდა თან გამოდიოდა ძალიან ისეთი სიტყვებით ნარჩენის მიმართ და სულ ამძღავდა სულ იმაში ქონდა ხალხს მოწონდა ამისი და შეიყვარა ხალხმა ესეთი ეხლა ისეთი იდება წადიდება ღარიბაშვილის მაინც ქართულეთში და ყველაზე დიდი მომხრეები ხარ პირადად მე არც ყოფილა სარწმუნოა ღარიბაშვილის ესაცო ძალიან უხაროდ შეფეთია. დასაჭერი ესენი არიან, ყველა პარლამენტში არიან. თუ ღარიბაშვილი იყო პოლიციური მასში ჩადიყო ბატონი ბიძინა. ისიც დასაჭერია და ისიც იხეთ უნდა იყოს. აი ეს არის ჩემი ეხლა. თქვენი სიტყვა. დიახ, გმადლობთ ზარისთვის თქვენს. შემდეგი ზარით შეგვიძლია სულ რამდენიმე წამს შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში. საკითხი თქვენთვის ცნობილია. დავუბრუნდები, რომ კორუფცია მაშინ იწყება და ვფიქრობ დამეთანხმებით, როცა კანონი ყოველთვის უკვე ერთნაირი აღარ არის, როცა ერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია და მეორისთვის არაფერი, როცა გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კაბინეტებში და არა საჯარო ინტერესის მიხედვით და ასევე ხშირად გვეუბნებიან, რომ პრობლემები აღარ არსებობს, რომ ქვეყანა განვითარდა, რომ სისტემა გამჭვირვალეა, მაგრამ კითხვა კვლავ რჩება და აქტუალურია, თუ ყველაფერი ასე კარგა და რატომ არის ამდენი ეჭვი, რატომ არის ამდენი უნდობლობა და რატომ გვიწევს მუდმივად კითხვების დასმა და ამის მაგალითი თუნდაც ვართ ჩვენ, როდესაც ხშირად ვცდილობთ გამოვიტანოთ ის მთავარი აზრი თქვენთვის, რაზეც შეიძლება რომ მივიღოთ პასუხი ან გავცვალოთ დამოკიდებულებები. მოგესალმებით, გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ. ეს ტელეკომპანია იმედმა თქვა, რომ კორუფცია თითქმის აღარ არისო? ნახეთ როგორ არის, ეს არის უკაცრავად იმედი ნიუსი, სადაც გაავრცელდა დიახ ეს ინფორმაცია, კვლევა, რომელიც გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კორუფციისგან თავისუფლდება ევროკავშირის წევრი და ქვეყნების საუკეთესო 20-ულშია და შესაბამისად ეს არის ის ერთ-ერთი კვლევა მათი, რომელიც მოხვდა რა თქმა უნდა ინტერესის ქვეშ და ეს კითხვაც აქტუალურია ჩვენთვის, რასაც ვეკითხებით მაყურებელს. მე ხა შემაძლია ცერიან მაგათი. საქართველოს ჩადენილია კორუფციაში, არის ბათია მიდის კვლელობა ყაჩაღობა, მაღაზიებზე პულის გეწევა, საკმაოდ თოვლილი დაღლისა და საერთოდ არ ვიცი, არც ერთი პრინციპი აღარ არის, ვითომ სოციალურად დაუქონისას ვითომ იყმევებიან, ისაც აწყვეტენ, არ ვიცი ახლა, ვინ ნახა პუშკინის ხაბარი, რომ საქართველოში კორუფცია მართლია ამძიმარებს, არ ვიცი, ეს უყურებია უბრალოდ ტექნიკია. ვეხასაც ლამაზი პუშკინის ზღაპრები უნდა ხარ. კარგად იყავით. გმადლობთ. რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში, რომ კორუფცია რეალურად შემცირდეს საქართველოში? მორიგი მაყურებელი პირდაპირ ეთერში გვიკავშირდება, დიახ, რომელიც ისაუბრებს ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენი შეფასებები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ისარგებლოთ. მოგესალმებით. კორუფცია როგორ გადაწყვეტილება არ მოხდება. სასამართლოს გადაწყვეტილებას მერია გამდგენო საკუთი წამსი იმის ყველაფერს აკეთებს. და გასავსებელია ყველა განკეთებული მარტი მერია და ყველა განთავისუფლდეს ნაციონალებიდან და ეთნიკიდან ორივე. გამოყარონ იქით. ქაბატონო სამწუხაროდ მიწევს დაგემშვიდობოთ ფაქტობრივად თქვენი ხმა არ მესმის მე ამიტომ მოგვიწევს რომ შევწყვიტოთ ზარი იქნებ დაგვიკავშირდეთ თავიდან და ამ შემთხვევაში აღარ იყოს ხარვესი 557-88-95 ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და ველოდებით მაყურებელს რომელიც ხაზზე გვყავს მოგესალმებით გამარჯობათ, გენაცვალე. გამარჯობათ. ისაუბრეთ. იცით რა მაინტერესებს საყვარელო?
უყურეთ შვილო, აი რამდენი ჩვენმა მთავრობამ უცხოეთში წასულ ჩვენ ქართველ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. და ნახეთ, საქართველოს იცლება და მაგათ ადგილს იკავებენ უცხოტომელები, ხო? აი ის მაინც გააკეთოს ამ მთავრობამ, რომ ეს შეწყვიტოს აქედან გადინება. თუ უნდა საქართველებისთვის კარგი კი იძახიან და იამაყებათ, რომ იქიდან რომ თავის ოჯახებს ინახავენო და ისაო და ეგ არ არის მნიშვნელოვანი აღარ წავიდნენ, აქედან იქნება აღარ წავიდნენ საყვარელო ჩვენი ქართველები. და ისინიც როგორღაცა იყო ყველა თავისი სამშობლოს მოყვარული მთავრობა მას მოიქცეოდა. უყურე ისინი იკავებენ შვილო ქართველების ადგილს და ეგრე თუ გაგრძელდა ხო, აი როგორც ასახელებთ ხოლმე რომ წელწადში ამდენი 1000 ქართველი გაგისოდა კიდევ მიკლეს ეს რო არ იყოს მართლა ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა უკვე ახლა იქნებოდნენ ქართველები აქ აი კიდე რა აკავებს აი კიდე ვითავათ ხო აი ესე ისინი აი მე წარმოდგენა არ ამაგდა იქნება აი იყოს აი მაგაზე გავაკეთოთ აქცია რაღაცა რომ აქედან აღარ გავუშვან ქართველები სამუშაო ადგილების შექმნა რომ თავს იწონებენ არის ვითი იწონებენ ეს მთავრობა აი ვითი იწონებს თავს ხო ეს საქართველოს აღარ იქნება შემოგევლე რა კი ნამდვილად დარდი მაქვს მაგისი და ძალიან გული მოწვის ნამდვილად სწორად ვწანდებით დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის და თქვენ ახსენეთ ადამიანები ვინც ტოვებს ქვეყანას და იძულების წესით ასე ვთქვათ რომ ოჯახი არჩინოს სხვა ქვეყანაში უნდა ეძიოს ბედი რომ მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა იყოს სტაბილური გეთანხმებით როცა ადამიანი გრძნობს რომ სისტემა მაგალითად მის წინააღმდეგ მუშაობს ის უბრალოდ მიდის და მისი წასვლა რა თქმა უნდა ძალიან არასასიამოვნოა თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი რომელიც აღნიშნავთ ამას და დემოგრაფიული თვალსაზრისით როგორი ამოცემულობა ისიც სრულიად გასაგებია ჩვენ ხშირად მოყავს ხოლმე მაგალითის სახით დემოგრაფების აზრი რომ 2050 წლისთვის კატასტროფული მოცემულობის ქვეშ ვიქნებით თუ ასე გაგრძელდა მაგალითად ადამიანების ჩვენი მოქალაქეების გასვლა ქვეყნის ფარგლებს იქეთ რეალურად სიკვდილიანობა უფრო მეტი გვაქვს სტატისტიკურად ვიდრე შობადობა რაც ესეც ერთ-ერთი ძალზედ საყურადღებო ნიშანია. კარგით, მორიგი მაყურებელი ხაზზე გველოდება, გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. მე არ ვიცი ახლა კორუფცია როგორ შემცირდა და როგორ დავიდა მინიმალურ დონეზე. მე არ ვიცი ჩვენი მთავრობა ამას როგორ განიხილავს, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ აღინიშნება. თუ კი კორუფცია შემცირდა, მაშინ რატო ასეთი სიძლიერეები დავუშვათ? ამას ჩვენ ხალხი რატო ვერ ვატყობთ? აი რატო ვერ ატყობს პენსიონერი, თუნდაც სოციალურად დაუცველი, თუნდაც ის თანხები, რასაც ისინი აძლევენ სოციალურად დაუცველს და თუნდაც პენსიონერებს, უკვე ისეთი სიძვირეა, რომ შეხვიდე მაღაზიაში, 10 ნაყიდი მოგაქვს და აღარ ფული მოყვება და მოდიხარ ცარიელი. ალბათ 1-2 დღით რომ გამოიყვებო ეს თანხა, მეტი არ არის. აღარ პენსია და სოციალური დახმარება. მე კორუფციის შემცირებას დავინახავ მაშინ, როდესაც იქნება ხალხი დასაქმებული და იქნება ისტორიული ხელფასები. ეხლა თუ რომელიმე დაუშვათ მაფიოზულ კლანებს ერთმანეთთან შეჯახება ხდება და დაუშვათ ერთმანეთს წარავენ და შემდეგ ერთმანეთს იჭერენ, ეს მე არ ვიცი. ეს მათი განსახილველი საკითხია, მაგრამ ხალხს რა ეშველება, როდესაც 2 მილიონი ემიგრაციაში ყავს ჩვენ და იაფ მუშახელად მუშაობენ და ქართველი ერი აქ როგორ უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ვიტყოდი იმას, რომ ამის დიდი მიზეზი არის კერძო მესაკუთრეობა. პრობლემა ჩაიდეს ჯიბეში თითქმის ნახევარი რაიონები და ცხოვრობენ და არიან. კორუფცია შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ მათ ჩამოერთმევათ ის ზედმეტი სიმდიდრე, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ გამდიდრდება ერთი ადამიანი თუ სხვის ჯიბიდან არ მოაცალა. ჯიბიდან ამოცლა ის, როდესაც შევდივარ მე მაღაზიაში და დავუშვათ 3 ლარი რო უნდა მომხიზდეს, მე იმაში 15 და 20 ლარს რო ვიხდი. სწორედ უნდა ჩამოერთვათ მათ სიმდიდრე და გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში. აშენდეს ქარხნები, ფაბრიკები, წარმოება დაწესებულება, როგორც იყო ადრე სოფლებში მესაქონლეობის ფერმები იყო, მეფრინველეობა იყო და ხალხი იყო დასაქმებული, სახელმწიფო იყო ძლიერი და დიდი რეალიზაციას აკეთებდა ამ პროდუქციისას რუსეთი. მაგრამ ამისკენ გახედვა არავის არ უნდა, ქვეყანა რა რელსებზე მუშაობს, მე ვერ გავიგე. არის კაპიტალისტური ქვეყნები, სადაც
იქ არის სოციალისტური მოცემულობა გათვალისწინებული, რასაც ხასი ყავთ მათ დასაქმებული, თუმცა რა თქმა უნდა, ღარიბები ყავთ. მაგრამ გავცი მაინც გაეკეთებინათ აქ რაიმე რომ საკუთარი ხალხისათვის ეშველათ და ჩვენი მოსახლეობა საქართველოში ყოფილიყო და ასე არ მიწანწალებდნენ და დადიოდნენ საზღვარგარეთ. ეხლა ჩვენ რა გავაკეთოთ? მე რომ გამიჭირდეს ეხლა და მიჭირს თავიდე და საზღვარგარეთ ვიმუშაო? რატო უნდა ვიმუშაო? მე საზღვარგარეთ და რატო უნდა დავტოვო ჩემი შვილი? შენ რომ ჩემი მთავრობა ხარ და მეუბნები დღეს და ბატონმა ბიზინამ თქვა ასეთი რამ რომ მე 2 მილიონ ადამიანს ვერ დავასაქმებო და გახსნილიაო საგვარიო და თავიდან და დაისაქმო ნისავი. ეს თავრობის მიერ გაცემული პასუხია საზოგადოებაზე? 3 მილიონი და 2 მილიონი დაუსაქმებელი გეყოლება შეუჯახარშენებულო. შენ თავრობაში ხარ, მთავრობა ხარ. თავრობას ყველაფერი შეუძლია თუ კი მოისურვებენ და გააკეთებენ. როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ფლობდეს მილიონებს და 10,000-ობით, 100,000-ობით ადამიანი პურის ლუკმას იყოს დამოკიდებული და მისი ყიდვას უჭირდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფცია მთელ ქვეყანაში. მე არ ვიცი რა კორუფცია მოწდეს მათმა, რას აკეთებენ, რას ყიდიან. ქვეყანაში არავინ არ ფიქრობს, რომ ქარხანა გააჩენოს, ფაბრიკა გააჩენოს. მოსწეს ის სოციალიზმი, რომელიც ხალხის ცხოვრების მიმართ იყო გათვალისწინებული და ის თუ მოსწევიდა კაპიტალიზმი თუ შემოიღე, გეყოთ შეოჯახარშენებულო 1 მილიონი, ნუ გაფიქრობ იმ 10 მილიონებზე და გაძღეს ის შენი მუცელი, მაგრამ ყავდეს შენი მოქალაქე ინდონეზე დასაქმებული და მიეც ის ხელფასი რომ არ ყავდეს მშიერი. არის ასეთი ქვეყნები, მაგრამ ეს თავრობა უნდა არეგულიროს და გააკეთოს, მაგრამ მე ჯერჯერობით ამის პრობლემს ვერ ვხედავ. თუ კი გააკეთებენ, რა თქმა უნდა, მივესალმები, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამ ყველაფერს. აი, ეს არის რეალობა. არ ვიცი, არც ოპოზიციურ პარტიებში ვერ ვხედავ მე ამას. აი, ყველა პარტიას ახასიათებს რაღაც ლიბერალიზმი. ყველა ისახი ბოლშევიკს, ყველა ლაზღავს სოციალიზმს და იმ დადებით დღეს არავინ არ ამბობს, რა დადებითი თვისებებით გააჩნდა იმ ყოველებას. აი, ეს არის მიზეზი და არ ვიცი, მე ამ ქვეყანას რა ეშველება, იმიტომ რომ არც ოპოზიცია ყავს და არც პოზიცია ყავს. აი, ეს არის რეალობა ჩემო კარგო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ნამდვილად გეთანხმებით იმ აზრში, რომ ნამდვილად სახელმწიფო გუნდი არის ვალდებული პირდაპირ მნიშვნელობით და პასუხისმგებელი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში და სწორედაც რომ ის წარმოადგენს მთავრობას და წარმოადგენს მთავარ ძალას, ის ვალდებულია ყველა მნიშვნელობით და გაგებით, რომ საზოგადოებაში იყოს თუნდაც ის სოციალური კეთილდღეობა, რაზეც უამრავი ადამიანი იბრძვის და ვისაც მაგალითად იძულებით უწევს ქვეყნის დატოვება, რაზეც ახლა საუბრობდით ცოტა ხნის წინ. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. შორენა, ხელმეორედზე მოვედი, ჭილო. კი, დიახ, აი, კორუფცია რო შეწყვეტს ხოჩენს ქვეყანაში. უპირველეს ყოვლისა უნდა მართვის სისტემა, უნდა შეიცვალოს ქვეყანაში მართვის სისტემა. უნდა გამკაცრდეს მიგრაციის კანონი. აი ეს არის ძირითადი და ამასთან ერთად უნდა სასწრაფო შეიქმნას ფასების მარეგულირებელ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც დაარეგულირებს ფასებს და მაშინ ვეღარ გაძარცვენ გაჭირებულ ხალხს. ეს ჩინოვნიკები, ეს მაფიოზები. ბოდიში და მადლობთ მოსწრებისათვის. რას ვწანეთ, ქალბატონო, დიდი მადლობა, რომ გვირეკავთ. შემდეგ მაყურებელსაც შეგიძლიათ დაგვირეკოთ 557 88 55 88. საუბრობთ საკითხზე, ფაქტობრივად კორუფცია საქართველოში, თქვენი შეფასება როგორია? არის თუ არა რეალურად საქართველოში კორუფცია, თუ ეს უბრალოდ და გადაჭარბებული თემაა? ეს კითხვაც შემოვიტანოთ. მოგესალმებით და გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. გამარჯობა, გილოცავთ ყველა დღესასწაულს, გავლენს და მომავალში რაც იქნება. გმადლობთ. აი, ლაპარაკობ და ჩანს სურათები, სახლები, ვილები, რა ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად. ვით პენსიონერები არა ვართ, არავის არაფერი შემოსავალი არ აქვს, მაინც ცოცხლობთ, მაინც სურდმულობთ. აი, პენსია არ არის. ერთადერთი იყო დასაქმება სოციალურად დაუცველების 300 ლარიანი და გავიგე ყური მოვყარი, რომ ეს უნდა გაუქმდესო. უბრალოდ მაინტერესებს, აი 300 ლარი რას უწყვიტავს მერიის გაყოფილებას, რომელმაც გააკეთეს ეს მართლა პატიოსანი საქმეა, იმიტომ რომ
ნაგავში იყო მთელი სოფლები, მთელი ქალაქები. ჩადიოდი და უბრალოდ აი გული გერეოდა, რო იწვია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც ესეთი წარმატებული ბიზნესმენები ხავს. 300 ლარი ჰქონდათ ხელფასები და პატარა ბავშვებს რომ ეთერსა და რა ისეთ რომ ბავშვი გაახარო. ახალი წლის შემდეგ თქვენს რომ პირველი იანვრიდან გაუქმდება. აი უბრალოდ მაინტერესებს ხომ იგიხსნებათ ხელი რომ შეგიძლიათ გაიგოთ და უბრალოდ გაგვაგებიოთ. რატო უნდა მოუხსნას სოციალურად დაუცველებს ის 300 ლარი საარსებო რომელსაც აი იღებდნენ მართლა მაღალი შრომით. არიან სუფთად იყო ყველაფერი და ეხლა თუ არ მიხედა ისევე იმან რა ქვია დასუფთავება ისევე თუ არ გავიდნენ თუ არ მოასუფთავეს ხო ისევე უარეს დღეში ჩავარდებიან. გასაგებია სრულიად მესმის თქვენი აზრი საინტერესოა ნამდვილად თუმცა დარწმუნებული ვარ რომ კონკრეტულ სამსახურს ექნება აუცილებლად დასაბუთებული აზრი თუ რატომ შეიძლება რომ შეაციმციროს ან საერთოდ მოხსნას ის შემწეობა რაზეც თქვენ საუბრობთ და თუ იქნება ამის შესაძლებლობა აუცილებლად პირდაპირ ეთერში ჩვენც მოგახსენებთ. გმადლობთ ზარისთვის მორიგი მაყურებელი ხაზე გველოდება საუბრობთ კორუფცია საქართველოში თქვენი გადმოსახედით როგორია შეფასება გამარჯობა. შორენა ისევე მე ვარ შვილო წერან რო ვიყავი. არ ვიცი რატო გამეკიშა სულ მეტიშება სალაპარაკო მაქვს მაგრამ იკიშება შუა ლაპარაკში ხოლმე ყოველთვის სოციალ ლაპარაკო. ჩემო გოგონა კორუფციას ვინ აღმოფხვის როცა ყველა ოპოზიციონერები შეყავთ თავიანთი შვილები და იმიტომ შეყავთ რომ ფულები აკეთონ და ეს პოლიტიკა და ეს თავობაში მოსვლა არის ფულის საკეთებელი და რაღაცა მოისპობა კორუფცია ესეთი. და დღეს მოვისმინე Facebook-ზე ერთი დავით ნემსაძე გამოდის ხოლმე ვიღაცა უცხოეთშია და ქართველი კაცი. ხო და ის ლაპარაკობდა რომ აი ირაკლი ალასანია რომ მოიშორა ბიზნესთან 5 მილიონი წაიღო 5 მილიონი აი ესეთი ლაპარაკი ხოდა ამ პირობებად. ხო და ფულის საკეთებლად მოდის გამოჩნდება მე პერიოდში და მე კაი პოლიტიკოსი ვარ რომ იტყვის ეგეთი და სხვები. აი როდის ვერასდროს ვერ მოისწობა შორენა უბრალოდ გულსათკენი ის არის რომ თავობაში რო ხარ ბევრი ჭამე შენ და აჭამე პენსიონერს სოციალურად დაუწევს ეხლა გავიგე რომ სოციალურებს ხსნიანო კაცო მასიურად მიხვებიან და უნდა დაუხსნანო ხალხი მართლაც გამოვარდება ბევრ დაუხსნეს და იცოდნენ რომ არ ეგონოს რომ ხალხი არ გამოვარდება და მე ასე მგონია რომ თვითონ უცხიან თავიანთ თავებს სამარეს აი ასე მგონია რატომღაც და გაითვალისწინო არასდროს კორუფცია არ იქნება მოჩენილი იმიტომ რომ ფულის საკითხად მოდის ხალხი პოლიტიკაში მაგრამ გვადლობთ თქვენ ქალბატონო ზარისთვის სულ დიახ ფაქტობრივად გადაცემის დასრულებამდე ბოლო წუთი აითვალა მე მინდა ჩვენს თითოეულ ტელემაყურებელს გადაგიხადოთ მადლობა აქტიურობისთვის აზრის გაცვლისთვის მათ შორის თქვენი დამოკიდებულებისთვის თუ რას ფიქრობთ სახელმწიფო გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კორუფცია მინიმალურ დონეზეა, ან საერთოდ არ გვაქვს. ფაქტია, რომ ეს არის თემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და უამრავი კითხვა, რომელიც კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. მე შორენა ჭაურელი ვარ, ეს იცით, დაგემშვიდობებით, მომავალ შაბათს კვლავ დაგიბრუნდებით ბუნებრივი ახალი თემით, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, ნახვამდის.